ბოლნისის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულების 11 საბავშვო ბაღში ახალი სასწავლო სააღზრდელო პროცესი 16 სექტემბერს დაიწყო. თუმცა რამდენიმე დღით ადრე საბავშვო ბაღებში გაიმართა ღია კარის დღეები, სადაც ახალბედა აღსაზრდელებს მშობლებთან ერთად შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საგანმანათლებლო სივრცეს, სადაც პატარები ყოველდღიურად გაატარებენ დროს. თბილ და კომფორტულ გარემოში. აღსანიშნავია, რომ ბოლნისის მასშტაბით ახალი სასწავლო წლისთვის 1200-მდე აღსაზრდელია დარეგისტრირებული. ბოლნისის სკოლამდელი აღზრდისა და მეთოდური კოორდინაციის დაწესებულებაში ამ ეტაპზე ფუნქციონირებს 11 საბავშვო ბაღი და 4 ალტერნატიული სკოლამდელი განათლების დღის ცენტრი, სადაც 5 ჯგუფია განთავსებული. დღევანდელ დღეს დიდი სიხარულით ველოდებოდით თითოეულ იმ ბავშვს, რომელიც უკვე ჩვენთან რეგისტრირებული იყო და წლების განმავლობაში ჩვენი აღსაზრდელები იყვნენ და ასევე მოუთმენლად ველოდებოდით ახალ ბავშვებთან შეხვედრას, რომლებიც პირველად შემოაბიჯებენ საბავშვო ბაღში და პირველად ნახავენ ამ ხეარულ ფერად და თავგადასავლებით სავსე სამყაროს. თითოეული ჩვენგანი საბავშვო ბაღში დასაქმებული პერსონალის მიზანია, რომ ნებისმიერმა ბავშვმა აქ იპოვოს სითბო, სიყვარული, მხარდაჭერა, უსაფრთხოების განცდა ჰქონდეთ, ხოლო თამაშებში და შემეცნებით აქტივობებში კი თავიანთი უნიკალური შესაძლებლობები აღმოაჩინონ და შემდეგ ჩვენი დახმარებით განევითარონ ეს შესაძლებლობები, ისწავლონ სიყვარული, თანადგომა, გაზიარება, გამოიმუშავონ ემპათიის უნარი. ჩვენი მიზანია, რომ თითოეული დღე და ნებისმიერი მისი კომპონენტი იყოს ბავშვების საუკეთესო ინტერესებზე მორგებული. მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა ის მეთოდოლოგიური თუ კურიკულუმით გათვალისწინებული საჭიროებები, რაც მნიშვნელოვანია ბავშვის ჰოლისტური განვითარებისთვის, მაქსიმალურად დავნერგოთ ჩვენს ბაღებში და მაქსიმალურად ხელი შეუწყოთ ბავშვების განვითარებას. ამ ეტაპზე სასწავლო პროცესი არ განახლდა სოფელ ტანძის საბავშვო ბაღში, ვინაიდან ჯერ კიდევ არ დასრულებულა ეგ სარემონტო სარეაბილიტაციო სამუშაოები. დაბა კაზრეჩის მიმდინარეობს ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა, თუმცა ნაწილობრივ პროცესი დაბა კაზრეჩი რეგისტრირებული ბავშვებისთვის მიმდინარეობს სოფელ ბალიჭის საბავშვო ბაღის შენობაში, როგორც ეს წლები ხდებოდა. ორი ახალი საბავშვო ბაღი შეემატება კიდევ ჩვენს მუნიციპალიტეტს, უკვე თითქმის დასრულებულია სოფელ მამხუთში და სოფელ ქვემო ბოლნისში. კიდევ ერთხელ ვლოცავთ სრულიად საქართველოს ახალი სასწავლო წლის დაწყებას და წარმატებულ სასწავლო წელს გისურვებთ. დღეს ძალიან ლამაზი და ბედნიერი დღეა ჩვენი ბაღის ცხოვრებაში. დაიწყო ახალი სასწავლო წელი, შემობრძანდნენ ჩვენი პატარები. ვიდრე სასწავლო წელი დაიწყებოდა, წინა დღეებში ჩატარდა ღია კარის დღე. მობრძანდნენ ახლა დარეგისტრირებული ბავშვები თავიანთ მშობლებთან ერთად. ეს მეთოდი ძალიან ეხმარება პატარებს ბაღთან ადაპტირებაში. საგანმანათლებლო გომო და ზოგადად ყველა პერსონალმა იმუშავა იმისთვის, რომ ყველა პირობა შექმნილი იყოს, რომ ყველა ბავშვი იყოს დაფასებული და აღიარებული. გარედან შიდა სივრცეებში მოეწყო ახალი სივრცეები, კიდევ დაემატა აღიჭურვა რესურსით ეს ყველაფერი ბავშვს ეხმარება ჰოლისტურ განვითარებაში. მე მინდა ყველა პატარას და ჩემს აღსაზრდელებს ვუსურვო ბედნიერი და ლაღი ბავშვობა. მინდა ძლიერ და ერთიან მშვიდობიან საქართველოში ცხოვრება ვუსურვო.